14 მაისია, 4 შაბათი თქვენ თავისუფალ სივრცეს უყურებთ. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ვახო ხუზმიაშვილი ვარ საღამომშვიდობისა. შალვა პაპუაშვილის ანგარიში საქართველოს პარლამენტში მთავარი აქცენტები, რევოლუციური მცდელობები, ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა და მუდმივი დესტაბილიზაცია. თუ კი რაიმე გასდევდა წითელ ხაზად წინამოწვევის პარლამენტის საქმიანობას, ეს იყო ქვეყნის განვითარების ჩარხის უკუღმა დატრიალების, არეულობის დათესვის და რევოლუციების მცდელობების კასკადი, რომლითაც ჩვენი საზოგადოების დაზიანება განიზრახეს. მოწოდებები პირდაპირ იყო მიმართული საქართველოში მოვლენათა ისეთი განვითარებისკენ, რომელსაც საბოლოო ჯამში სამხედრო ავანტიურა და მეორე ფრონტის გახსნა უნდა მოეტანა. თუმცა ეს არ გამოვიდა საქართველოში. ამერიკის კონგრესის მიერ მიღებული მეგობრული აქტი პრემიერის შემდეგ ამ აქტს საქართველოს პარლამენტის სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. ის პოლიტიკური დარტყმა, რომელსაც ქართულ ოცნებაზე ახდენს მეგობარი აქტი, კიდევ ერთხელ ხაზგასმით გამოჩნდა ამ ქცევაში და ამ ისტერიაში, რომელშიც არიან ჩავარდნილები უკვე რამოდენიმე დღე. საქართველოს არ გააჩნია არანაირი რესურსი გავლენა მოახდინოს პროცესებზე, მაგრამ ელოდება ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევას, რომ განვითარდეს პროცესები პოზიტიურად. არსებული პოლიტიკური ვითარების შეფასებით დღეს საღამოს უყურეთ და მოусმინეთ ანალიტიკოს ირაკლი გოგავას, გიორგი გახარიას გუნდიდან გიორგი შარაშიძეს, მართველი გუნდიდან დეპუტატ ირაკლი ხელაძეს. ხვდებით საღამოს 9-ზე თავისუფალ სივრცეში. მაშასე ირაკლი გოგავა უკვე სტუდიაშია, მივესალმები, მადლობა რომ მოხვედით. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. გუშინ თქვენ იცით რომ პრემიერ-მინისტრმა ღია წერილი გაუგზავნა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო განცხადება, ამას მოყვა უკვე ამერიკიდან შეფასებები, მაგალითად აი ცოტა ხნის წინ გავრცელდა ჯოი უილსონის განცხადება, რომ ეს არის თავხედობა და უხამსობა საქართველოს მხრიდანო. რა შეფასებას მისცემთ ზოგადად აი ამ წერილს, პარლამენტის განცხადებაზე, შემდეგ უკვე ამ პასუხს? ამ შემთხვევაში ჯო უილსონს მინდა დავეთანხმო ნაწილობრივ, თავხედობა ნამდვილად არის, უხამსობა ნაკლებად, თავხედობა ხშირ შემთხვევაში საჭიროა. სიმამაცესთან ასე ვთქვათ ასოცირდება ხოლმე, იმიტომ რომ მთელი 30 წლის განმავლობაში რა ვითარებაშიც არის ჩვენი ქვეყანა, ეს საჭიროებს გამოსწორებას. უნდა გადაიხედოს აუცილებლად საქართველოს-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები, ის ვითარება არანაირი სანქციების შიში, არანაირი ესე იგი რა მდგომარეობაში ჩვენი ქვეყანა იყო ეკონომიკური კუთხით. იმასთან შედარებით არავითარი სანქცია ნამდვილად არ არის საშიში და არ არის ზეწოლა და დისკრიმინაცია პირდაპირ ვთქვათ. ჩვენ ვითხოვთ ღირსეულ დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ. ქვეყანა აღარ უნდა იყოს გარემართვაზე, უცხოური ჩარევა შიდა საქმეებში უნდა აღიკვეთოს. ეს არის ჩვენი მოთხოვნა. გარდა ამისა, მთავარი რაც არის, ეს არის ეკონომიკური ვითარება. ეკონომიკური კოლონიალიზმის ეპოქა უნდა ჩაბარდეს წარსულს, ჩვენი ქვეყანასთან დამოკიდებულებაში. ეს ცნობილი ვაშინგტონის კონსენსუსი, რომელიც მსოფლიო ბანკის, ავალუტო ფონდის და სხვა საერთაშორისო საფინანსო სტრუქტურების მიერ არის კოორდინირებული, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. ჩვენ ველოდებით შეერთებული შტატებისგან პოზიტიურ დღის წესრიგს. ისეთ დღის წესრიგს, რომელიც მოიტანს რეალურ შედეგს და სარგებელს ჩვენი ქვეყნის. აი მაშინ როცა სირია არ არის მაინდა-მაინც დემოკრატიული ქვეყანა, ხო, იქ ხსნის სანქციებს ტრამპი და იმ დროს, როდესაც ტრამპი არის პრეზიდენტი, ამ დროს კონგრესმა უკვე მიიღო, ვთქვათ, სანქციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. ეს ორმაგ სტანდარტზე შეიძლება ვისაუბროთ უკვე, თუ შესაძლებელია, რომ ტრამპმა აქაც იგივე გადაწყვეტილება მიიღოს. ტრამპს თავისუფლად შეუძლია ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღოს, ის არის მას აქვს ამის უფლებამოსილება, ის არის პრეზიდენტი, ამერიკელი ხალხის მიერ არჩეული. რაც არ უნდა მოხდეს ნებისმიერ შემთხვევაში, ტრამპის ადმინისტრაცია, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის და ჩვენაირი ქვეყნებისთვის უფრო მისაღებია ნებისმიერ შემთხვევაში, რომ დაიძაბოს სიტუაცია საქართველოს, ამერიკას და ასე შემდეგ, რაც არ მგონია ახლა ძალიან შევიდეს ეს კონფლიქტი. რატომ? იმიტომ რომ ტრამპმა თავისი მოსვლით მოხსნა ულტრალიბერალური დღის წესრიგის დანერგვის და განვითარების წნეხი საქართველოს. ეს უკვე სერიოზული ამბავია ჩვენთვის, იმიტომ რომ ეს ულტრალიბერალური დღის წესრიგი შიგნიდან ხსნის, შლის ატომიზაციას უკეთებს საზოგადოებას და პირდაპირ ვთქვათ სახელმწიფოს ჩამოშლის დროთა განმავლობაში. ეს წნეხი მოიხსნა, უკვე კარგია, რომ ტრამპმა ეს გააკეთა მთელი მსოფლიოსთვის, არა მარტო საქართველოსთვის.
აი ევროპაშია ბოლო ციტადელი მხოლოდ. და რაც შეეხება გეოპოლიტიკურ ვითარებას, რა თქმა უნდა, დღეს უკვე მონოპოლარული მსოფლიო აღარ არის, მულტიპოლარულია, ხო, ხედავთ რომ აი სავაჭრო ომიც კი ტრამპმა ჩინეთთან მაგალითად ვერ გადაწონა, ვერ მოიგო და მოუხდა შეთანხმების დადება ჩინეთთან მაგალითად, ხო? და უკრაინის თემაშიც ვერ არის ისე ჰეგემონი, როგორც იყო თუნდაც 10, 15, 20 წლის წინ. შესაბამისად, მულტიპოლარული სამყარო, რომელიც ჩვენს თვალწინ იქმნება და იქმნება ტანჯვით, წამებით, სისხლით, ცრემლით, ოფლით და წვალებით, ეს გარდაუვალია, ამიტომ საქართველოს პოლიტიკა რა თქმა უნდა იყოს ბალანსის პოლიტიკაზე, მრავალვექტორულ პოლიტიკაზე დაფუძნებული, შეერთებულ შტატებთან ჩვენ რა თქმა უნდა გქონდეს ურთიერთობა, მაგრამ არა ისეთი, როგორც იყო თუნდაც სააკაშვილის დროს, ან თუნდაც ამ ხელისუფლების მმართველობის პირველ წლებში, როდესაც სრული გარემართვა იყო და გარედან რასაც ავალებდნენ იმ გადაწყვეტილებებს ღებულობდა მართველი პარტია გინაწინა, გინდა ეს. 2019 წლიდან რეალურად შეიცვალა საქართველოს ვითარება, ანტიკოლონიალური ამბოხი დაიწყო საქართველოს ხელისუფლებამ და საზოგადოებამ, ხარიაობა ამაში, იმიტომ რომ ჩვენ კარგად გვესმის დიდი ხანია უკვე რომ ჩვენ ვართ კოლონიალური მართვის მოდელში და მსგავსის გაგრძელება მომავალში აღარ შეიძლება. და თუ მაინც მოხდება ისე რომ დაუწესდება სანქციები ნაწილობრივ დაწესებული აქვს საქართველოს მთავრობის ზოგიერთ წარმომადგენელს, მაგრამ ახლა ეს დამატებით ისე არის, ხო? და მაინც თუ მოხდება ამ სანქციების დაწესება, აი თქვენ როგორ უყურებთ, რამდენად მზად არის საქართველოს ხელისუფლება ამისთვის, რამდენად აიტანს აი ამ სანქციებს და რამდენად გამოვა ისე რომ ქვეყანა არ დაზარალდეს? ნახეთ, მეგობარი აქტი, რომელიც მიიღო ამერიკის კონგრესმა, ჩემი აზრით არ უნდა მიიღოთ, მათ გადალახეს წითელი ხაზი, იმიტომ რომ საქართველოს აქვს დიდი მსხვერპლი გაღებული ამერიკასთან თანამშრომლობის ასპექტში, ჩვენ ავღანეთში, ერაყში, აფრიკაში, კოსოვოში ჩვენი ჯარისკაცები მსახურობდნენ. ეს სერიოზული კონტრიბუცია, სერიოზული წვლილია, რომ გადათვალო მილიარდები დავაზოგინეთ და გაცილებით დიდია ეს ციფრი, ვიდრე პრემიერის მიერ დასახელებული 2.5 მილიარდი დოლარი, რომელიცაც აფასებს საქართველოს წვლილს. ახლა მოგზალებული შეფასება აქვს პრემიერს გაკეთებული. 10-ჯერ მეტია ეს წვლილი რეალურად რო დათვალო. ხოლო ასეთ შემთხვევაში საქართველოსთან ასეთი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, მეუღებელია და ეს ჩვენ არ უნდა მოვითმინოთ. ჩვენ გვინდა რომ სუვერენიტეტი დავიბრუნოთ, შანსი ამის ყველანაირი არსებობს, იდეოლოგიური თანხმედრა თითქმის 90%-იანია ტრამპის ადმინისტრაციასა და საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას და მოაზროვნე საზოგადოებას შორის, ამიტომ მრავალვექტორული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვაპირებთ საქართველოს რომ განახორციელოს შეერთებული შტატები არ არის ამაში ამოვარდნილი სახელმწიფო, მაგრამ ისე არ უნდა გამოვიდეს, რომ ვიღაცა გვიგზავნოს ვიღაცასთან ურთიერთობას. ეხლა მეგობარი აქტი გადაარქვეს სახელი სხვათა შორის ამ აქტს, თავიდან მეგობარი აქტი დაარქვეს, მერე დაარქვეს ირანის, ჩინეთის, რუსეთის გავლენების რაღაცა. თუ ეს აღიზიანებს ამ deep states და ომის პარტიას, სწორედ ამ ქვეყნებთან უნდა გაძლიერდეს დღეს ჩემი აზრით ურთიერთობები და გაიხსნას მოლაპარაკებები. ჩინეთთან გააქტიურდეს, რუსეთთან გაიხსნას. შესაძლოა ამერიკას ქონდა მოლაპარაკება, ხო ის ფასები დაწიეს. ეგენი თვითონ ლაპარაკობენ თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში და შენ გიგზავნავენ. ამიტომ პირიქით უნდა მოხდეს ეს, მაგათ უნდა ვაჩვენოთ, რომ ესე იგი ცარიელი არ არის ეს სამყარო, კაცო, ჩვენ პარტიორების მოძებნა შეგვიძლია უბრალოდ, ჩვენ გვირჩევნია, რომ დაბალანსებული ურთიერთობა გქონდეს და ეგ დიდი ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ თუ მაინდა-მაინც ეს B ვარიანტი, თქვათ, სუდი ვარიანტი ამოქმედდა ეს სანქციები, აი ქვეყანას ექნება ძლიერი დარტყმა. ამოვისუნთქავთ. ვახო, პირდაპირ ვთქვათ რა, ძველი პოლიტიკა რო გაგრძელდეს, ვითომ სტრატეგიული ურთიერთობები. აი რეალური სანქციები მაგას ერქვა. კოლონია ვიყავით, ეკონომიკური კოლონია, პოლიტიკური კოლონია. ეს სანქციები რაც ახლა ფიზიკურ პირებს აუგზავნეს, დავუშვათ იმაში. არკანზასში პირობითად ყავის დალევა, ხო, რაღაც 20 კაცი თუ 10 კაციანი სიაო. ეს სანქციები არაფერი არა იმასთან შედარებით, რეალურად რომ მართლა სანქცირებული იყო ქვეყანა. არ გამოიწვევს ჩაკეტვას ქვეყნის? არანაირი ჩაკეტვა დღეს ახლა ინტერნეტის ეპოქაში როგორ უნდა ჩაკეტვა ადამიანი ციფრული ვალუტის და ბიტკოინის სამყაროში. გამორიცხულია ჩაკეტვა, იზოლირება. რუსეთი ჩაკეტეს?
ესე იგი მაგრამ დაგვიფაროს რუსეთის ადგილზე. არა, რუსეთის ვერ ჩაკეტეს. ირანი 40 წელია თუ 70 წელია, 79 წელს მერე სულ სანქციებში ცხოვრობს და ატომურ ენერგეტიკას. მათ ხო ძლიერი ეკონომიკა აქვთ. ძლიერი ეკონომიკა თვითონ შექმნეს. ამიტომ იზოლირების ესე იგი შანსიც კი არ არსებობს, მით უმეტეს საქართველოს ისეთ გეოლოკაცია აქვს გეოპოლიტიკურ მდებარეობაში, ზღვაზე გასასვლელი, სამ ცივილიზაციაზე გასასვლელი. გამორიცხულია თვითონაც იციან, არც აქვთ არსენალში არაფერი. შესაბამისად იზოლაცია გამოვრიცხოთ, ამიტომ ადრე თუ გვიან მოუწევთ საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა და რა თქმა უნდა ზომა-წონის განსხვავება ხა არსებობს, ხა ხელა იმპერია ამერიკის შეერთებული შტატების ზარმაზარი სახელმწიფოა და ჩვენ ხა პატარა სახელმწიფო ვართ. ეს რა თქმა უნდა ჩვენ გვესმის და ეს უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ ის რომ ძველ ამბავს დაუბრუნდეთ, თუ მოხდება ეხლა გამწვავება დაუშვათ ტრამპს შეუძლია ხა გამწვავოს. უფრო რაღაც კიდე სანქციები მოიფიქრა, რაღაცები ეს deep state-ის და მომის პარტიის გავლენით, მაგრამ დამეჯერეთ ეს უკეთესი იქნება საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის. ადრე თუ გვიან მოეგებიან გონს და მოუწევთ ჩვენთან საუბარი და მე როცა მიგზავნავ ეხლა შენ ანაკლის სპორტს მოაღაშენებ, ჩინელი ჩამოვა, რუს არ დაელაპარაკო, როგორ არ დაველაპარაკო 20% შევი ოკუპირებული. ამას ხო, აი ვთქვათ, იგივე უილსონის განცხადებიდან ხო, ესე ვიგებთ ჩვენ რომ აი ქართველი ხალხი ზარალდება და ამიტომ ვასანქცირებთ მათ ხელისუფლებას. ეს ხა დემაგოგია რა თქმა უნდა. იმ მეგობარ აქტში მე წავიკითხე გულდასმით რამდენჯერმე ორიგინალში ყველა წინადადებარე ტყუილი. აბსოლუტურად ყველა წინადადებარე. რატო? ტყუილი, იმიტომ რომ ტყუილია თვითონ შექმნეს როგორი მოდელით მუშაობენ ეგენ საქართველოში. აქ ყავთ ესე იგი თავის მეხუთე კოლონა, NGO-ები, პოლიტიკური პარტიები, მედია, ლიბერალური მედია, რომელსაც უხდიან ფულს 1400 ჟურნალისტი არის მაგადგას ჯამაგირზე 600 NGO იღებს გასად სოციოლოგიასაც კი მონოპოლია გააკეთეს და შემდეგ ამ ეს ხალხი რიპორტებს აგზავნეს ესე იგი მოხსენებებს კონგრესში და კონგრესმენი ყველა კონგრესმენი კითხულობს მაგათ მიერ დაწერილს. აქ თუ ვინმე ჩამოვიდა ვიცე-პრეზიდენტი ან პრეზიდენტი ან საგარეო საქმეთა მინისტრი სახელმწიფო მდივანი ახვედრებენ მხოლოდ ამ თავის მეხუთე კოლონას საზოგადოებას არ უსმენ. შესაბამისად იმ პოლიტიკოსებს აქვთ ბაბლია რა დახურული ესე იგი საინფორმაციო იზოლაციაში ხოთ. ეს deep state იმ ინფორმაციას ასწრებს პოლიტიკოსებს, ამერიკელ პოლიტიკოსებს, რომელიც მას აწყობს. ეხლა რო დახედავდა სხვა ალტერნატივ არ თან გადაამოწმებს ხოლმე კონგრესმენი ან პოლიტიკოსი, აბა ამერიკული კვლევის ცენტრები რას ამბობენ ამ საქართველოს საკითხზე პირობით. ჩახედავენ იქაც იგივე წერია, ხო? ანუ გამრუდება ხდება ამერიკული პოლიტიკური კლასისთვის რეალობის. და რეალობა არ არის ისეთი, რაც მეგობარი აქტში წერია. რეალობა ისეთია, რომ საქართველოს გახსნილია ურთიერთობებისთვის, საქართველოს უბრალოდ ითხოვს. გასაგებია. აი თქვათ, აღარ უნდათ პარტნიორება საქართველოს ხელისუფლებასთან და უნდათ რომ შეცვალოს, თქვათ, დასავლეთს, მაგრამ იპოვეს თქვენი აზრით დასაყრდენი საქართველოში, თუნდაც აი ზურაბიშვილი რამდენად არის მათი ძლიერი დასაყრდენი ქვეყანაში. არა, ნუ ზურაბ ხო ნუ არასო მარგინალებზე აკეთებენ ფსოს, ტექნოლოგიურად ესეა, იმიტომ რომ ძლიერ და საზოგადოებაში ნდობა ვისაც აქვს ისეთ ფიგურებზე რომ გააკეთონ ფსონი, ამ შემთხვევაში მათ ვერ გააკონტროლებენ ბოლომდე. და ზურაბიშვილი და კოჭლიხვები უმრავია ესეთი, ხო, რა ვიცი, ბოკერიები, ესენი. ამათ ისინი გააკონტროლებენ, იმიტომ რომ მათთვის ნახე, ესენი როგორ იქცევიან უმრავლესობა პლაკატების აქციებზე რომ დარბიან იქ. აქვთ ინგლისურ ენაზე. რატო? იმიტომ რომ ქართველი ხალხში იციან რომ მათ არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ. მათი აუდიტორია არის უცხოეთში. უცხოელი ჟურნალისტი, უცხოელი NGO-შნიკი, უცხოელი კონგრესმენი, პარლამენტსები და ასე შემდეგ. ესენი ანუ ლეგიტიმაციას ეს ხალხი ეს მეხუთე კოლონა ეძებს არა შიგნით საქართველოში, არამედ გარეთ უცხოეთში. და მათი ხელისუფლების წყარო იყო სააკაშვილის პერიოდის დროს უცხოეთი და არა ქართველი ხალხი. ეს ვიცით ხო? აქ დიქტატურა იყო რეალურად სისხლიანთან. ამიტომ ეს მოდელი აღარ მუშაობს, გაფუშტა ეს ყველაფერი, გაუფუშტათ, პაჩიკოს გარმონებით ესე იგი დაიშალა ეს ინსტრუმენტები და მექანიზმები, შესაბამისად ეხლა მიივლენ ადრე თუ გვიან არ არის უჭკუო ხალხი ეხლა მე ნამუშევარი მაქვს მაგათთან ვიცი, მიივლენ რომ აქ სხვანაირი დიალოგია დასაწყები. აზერბაიჯანთან ხო აწყოს ეგეთი დიალოგი. რატო? იმიტომ რომ ცხვირი არ შეყოფინა იქ აზერბაიჯანმა შიდა საქმეებში. და მართალიც გააკეთა. თურმე აზერბაიჯანული გზა ყოფილა სწორი და დღეს არნახული ავტორიტეტი აქვს აზერბაიჯანს, ილჰამ ალიევს საერთაშორისო თანამეგობრობაში, ვიდრე ჩვენ.
სხვა. ეს არის და ასევე პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში იყო დღეს, სადაც მან ისაუბრა, რომ რამდენჯერმე იყო მცდელობა რევოლუციის ქვეყანაში, რომ ეს ყველაფერი იმართებოდა გარეჯ ძალებიდან, რომ მეორე ფრონტს მოითხოვდნენ, რაზედაც ოპოზიციის პასუხი თქვენ იცით, რომ ეს არის პროპაგანდა, ოპოზიცია ასე პასუხობს ხელისუფლების აი ამ განცხადებას, რომ ქვეყნის ჩართვა უნდათ მეორე ფრონტში. ყველაფერი ეს, აი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, ხელისუფლების ეს განცხადებები, რომ ქვეყნის ომში ჩართვა უნდათ, რამდენად დაიჯერა საქართველოს მოქალაქეების დიდმა ნაწილმა, აი თქვენ როგორი აღქმა გაქვთ? მე რა კვლევაც ვნახე, 83% მიიჩნევს, რომ ნამდვილად ასე იყო. 12% არ მიიჩნევს და რაღაც ნაწილი კიდე მერყეობს არ ვიციო პასუხობს. მე რაც კვლევაც ვნახე, ანუ 83%-მა დაიჯერა. თუმცა ამ 83%-დან რაღაც მცირე ნაწილი უცნაურია. თან მაინც იქით არის, ანუ თანახმა იყო ოფში ჩართულიყო ქვეყანა. ну ეს რა თქმა უნდა ეს ბენეფიციარები დაახლოებით 20,000 კაცი ყავთ უცხოელებს ჯამაგირზე აქა მეხუთე კოლონა უცხოეთის აგენტურა 20,000 კაცია ჯამში ეს ლიბერალური შეკრებო ტელევიზიები NGO 600 NGO სოციოლოგიური კვლევები და ვინც არის აფილირებული და ვინც ფულს შეულობს ამ სიტუაციას ამიტომ ესეთია ну ხალხი მიხვდა ის რა ხელისუფლება როცა სიმართლეს ეუბნები ხალხიც მოყვება თუ როცა გვატყუებდით ხელისუფლებას ვაკრიტიკებდით ხო ჩვენც ვაკრიტიკებდით ახლა საზოგადოების ნეიტრალური ნაწილი ასე ვთქვათ უპარტიო ნაწილი ხელისუფლებას აქვს ფუფუნება იმის რომ აირჩიოს ან სიმართლის გზით იაროს რაც ამ შემთხვევაში მოახერხა ამ ომის სცენართან დაკავშირებით ან მანამდე აი შარლ მიშელის შეთანხმების შარლ მიშელზე თავზე გადახევამდე რაც როგორც იქცეოდა ხო ეს პროპაგანდა მიდიოდა ულტრალიბერალური და წესრიგის ესეც არ არის დასაბალი მაგრამ ნუ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს მოვიდნენ გონს შეცვალეს ესე იგი ფირფიტა და ეხლა სუვერენული პოლიტიკას ითხოვენ და პატივისცემას კოლეგა პარტნიორი სახელმწიფოებისგან. მკვეთრად გამოხატული თქვათ აი ოპოზიციური რამდენიმე პარტია არის მაგრამ აი მკვეთრად გამოხატული ლიდერი ამ პარტიებიდან ვერ შეიქმნა. ერთადერთი აი მაინც ჩამოკიდებულები არიან ისევ ბიძინა ივანიშვილის თქვათ და ქართული ოცნების მოყვანილ პრეზიდენტზე, ხო? თვითონ ოპოზიციის წიაღში ვერ შეიქმნა პოლიტიკური ფიგურა და ისევ მოუწეთ აი ბიძინა ივანიშვილის თუ ქართული ოცნების მოყვანილ პრეზიდენტზე. რატომ ვერ ყალიბდება ოპოზიციაში ძლიერი ლიდერი, თქვათ ასე ვთქვათ, ვინც აი ხალხი დაუჭერს მხარს? იმიტომ რომ პლატფორმა რომელზეც ეგენი დგანან არ არის ხალხისთვის მისაღები. პლატფორმა ემსახურება უცხოეთის ინტერესებს, უცხო ქვეყნების ინტერესებს და არა ქართული ხალხის ინტერესებს. თვითონაც იციან ეს ზოგიერთი მოაზროვნე ადამიანი იქაც არის. თვითონაც იციან ეს, მაგრამ ეს ნიშა რახან დაკავებულია გამოცნებას, ისინი ფიქრობენ, რომ ლეგიტიმაცია აიღონ უცხოეთიდან, ვიღაცა იქ ტრამპი დააბრახუნებს მაგიდაზე ხელს, ან მაკრონი დააბრახუნებს მაგიდაზე ხელს და ამათ ესე იგი დაუწერენ არჩევნებში იმ ციფრს, რაც უნდათ. როგორც სააკაშვილის დროს იყო, ხო? ან რევოლუციის გზით, სახელმწიფო გაატრიალების გზით მოიყვანა ხელისუფლებაში. ეს გზა აღარ ამართლებს ეს გაფუშტა ეს ტექნოლოგიები, კონტრზომები არის შესწავლილი უკვე მეცნიერულ დონეზე დამუშავებული, ამიტომაც ჩვენ ნახეთ, ხო, რამდენი 3 თუ 4 ჩავარდილი სახელმწიფო გაატრიალების ცდელობა. მარტო საქართველოში და ისე ყოველი მეხუთე სახელმწიფო გაატრიალებაა მხოლოდ ესე იგი წარმატებული. ეს გაფუშტა აღარ მუშაობს, შესაბამისად არაფერი არ გამოვა, ერთადერთი რაც გამოვა, საზოგადოებას მოусმინონ, საზოგადოების აზრი პატივისცემ და მე პარტიებზე ვამბობ და შესაბამისად იმოქმედონ ახლა შენ როცა გერმანიას BND სამსახურში ხარ ან DGS-ის ან CRU-ს თუ რა ქვია სხვადასხვა სპეცსამსახურის და საერთო ჯამში რასაც deep state-ს ვეძახით ეგ არის ხო ეს კომპონენტებისგან შედგება. არაფერი ესე იგი მომავალი შენ პერსპექტივა არ გექნება ქართულ საზოგადოებაში. დაუბრძანდით, გავიზარდეთ, ასეთი შეცდომები მომავალში აღარ მოგვივა. და ასევე მინდა კითხოთ, ბოლოსკენ მივდივარ, დღეს თქვა თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს შეუფარდა პატიმრობა იმის გამო, რომ ის არ მივიდა საგამოძიებო კომისიის ხდომაზე, შემდეგ არ გადაიხადა გირაო. ოპოზიციის მხრიდან შეფასდა ეს უკვე პოლიტიკურ დევნად. რამდენად შეიძლება რომ ჩვენ ნახეთ რომ რამდენიმე ადამიანი პოლიტიკოსი გამოიძახეს პროკურატურაში რომ აი ეს საგამოძიებო კომისიის გამო ვიხილოთ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ციხეში პირდაპირ თქვათ.
ჩვენ გვაქვს კანონი, არის გამოთქმა ესეთი იურისტებმა იციან ესა, ქვეყანაც რომ დაიქცეს, კანონი უნდა შესრულდეს. თუ არ მოსწონთ ესა, იბრძოლონ იმისთვის, რომ ეს კანონი შეცვალონ. კანონი ესეთია, ხა გირაოს არ მიდიხარ საგამოძიებოზე, გირაოს არიხდი, კანონში უწერია იმ მოსამართლეს, ხო, რომ სანქცია დაგადოს სანქცია. თან ახლა ირაკლი ოქრუაშვილი რეციდივებით არის გამორჩეული პიროვნება და ყველა მიცით ვინ არის და როგორ არის. არ ვიცი ახლა ადვოკატი შეიძლება გაასაჩივროს აპელაცია და მიყვეს იურიდიულ პროცედურას. ოქრუაშვილი თვითონაც იურისტია თუ არ ვსწრებ. ნუ რა კომენტარი კანონს ასრულებენ და ახლა სხვა. მადლობა ირაკლი გოგავას და გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის გიორგი შარაშიძე შემოგვიყვება სამშვიდობო საბადო. გიორგი, მადლობა რომ მოხვედით. თქვენგანაც ამით დავიწყებ. ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება მოხდა დღეს. როგორია თქვენი პოლიტიკური შეფასება? ნუ რა ვიცი, ხა პრინციპში გასაკვირი არაფერი აღარ არის. როდესაც ხა კანონის ასრულებაზე საუბრობთ თქვენ ჩვენი წინასწარმეტყველე და ნუ ხა გაუგებარია რეალურად რა კანონის ასრულებაზეა საუბარი, როდესაც ყველა კანონი ირღვევა და ყველა კანონი ოცნების არალეგიტიმურ ხელისუფლებას საკუთარ თავზე აქვს მორგებული და როცა უნდა ერთი მხრივ შეგახვედებს ამ კანონს, როცა უნდა მეორე მხრივ შეგახვედებს, თუმცა მთავარი აქ მაინც ის არის, რომ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მათ შეინარჩუნონ ძალაუფლება ნებისმიერ ფასად და ეს არის სამწუხარო. ბუნებრივია. რა თქმა უნდა ვერანაირად ვერ მივესალმებით ნებისმიერი ოპოზიციონერის ახლა მიუხედავად იმისა, რა დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეს და რა შეფასებაც არ უნდა გქონდეს ამა თუ იმ პოლიტიკოსის ამ პოლიტიკური ძალის მიმართ, ბუნებრივია ჯობს ქვეყანაში არსებობდეს სამართლიანი გარემო, თავისუფალი გარემო, რაც არ გვაქვს, რაც წაგვართვა ოცნებამ სამწუხაროდ და ამ გარემოში მოქალაქეებმა თავად გადაწყვიტონ ვინ რისი ღირსია და თავად გამოუტანონ პოლიტიკურ ძალებს და პოლიტიკოსებს, ასე ვთქვათ, პოლიტიკური განაჩენი. იმიტომ რომ ეს თავიდან ბოლომდე ჩვენი მოქალაქეების ხელშია და არა ოცნების არალეგიტიმური რეჟიმის ხელში. ირაკლი ოქრუაშვილისგან განსხვავებით, თქვენი პარტიის ლიდერი მივიდა საგამოძიებო კომისიაში, ის ვთქვათ, ახსნა განმარტება თუ ჩვენება, გახარიამ ისაირიდა თავიდან, რაც ვთქვათ, ოქრუაშვილს დაემართა და ისაირიდა თავიდან, რომ გირაო არ გადაეხადა? აი მისი მისვლით თუ მაინც რა გადაწყვეტილება იყო ეს? ნუ ახლა ეს თავის დროზეც აიხსნა კარგად. კიდევ ერთხელ უახსნათ? კი ბატონო, ეს იყო გაცილებით დიდი ამოცანა ამ შემთხვევაში, გახარიას მისვლა ამ ოცნების არალეგიტიმურ, პირდაპირ ვთქვათ, სულუკიანის არალეგიტიმურ კომისიაზე. იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით თუ რა მიზნებს ემსახურება ეს კომისია. ეს კომისია თავიდან ბოლომდე ემსახურება მოსახლეობაზე ასე ვთქვათ, ჰიბრიდული ომის წარმოებას, ხო? მაშინ ეს ვთქვით და ბევრჯერ გვითქვამს და დღესაც მინდა გავიმეორო, ინფორმაციით ძალადობენ ადამიანებზე და რეალურად არანაირ რეალურ გამოძიებასთან ჩვენ აქ საქმე არ გვაქვს, მათ რომ რამის გამოძიებას დობნებოდათ 13 წლის განმავლობაში, ამას კარგად გამოიძიებდნენ და ყველა საკადრის პასუხს გასცემდნენ, მაგრამ დღეს როგორც შეიძლება ნაციონალური მოძრაობის გამოძიებაზე იყოს საუბარი იმ ხელისუფლების, ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ნაციონალურ მოძრაობაზე უარეს რეჟიმად იქცა, ხო? და თვითონ ყავთ შეფარებული ნაციონალური მოძრაობის უამრავი წარმომადგენელი, მათ შორის თავად ამ კომისიაშიც კი იმყოფებიან ესეთი ადამიანები, რომლებიც თავის დროზე სწორედ ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენდნენ და ჩვენ კარგად ვიხილეთ, სხვათა შორის ახლა ეს შემთხვევითი დამთხევა იყო თუ არა ეს კიდევ სხვა საკითხია, მაგრამ სწორედ გახარიას ამ კომისიაზე მისვლიდან რამდენიმე საათში გამოვიდა ბატონი დინარაძე და თქვა, რომ ისინი თურმე აღარ აპირებენ ნაციონალური მოძრაობის გაუქმებას და აძლევენ შანსს კიდევ რაღაცა პერიოდით პოლიტიკაში დარჩენის. ბატონო გიორგი, აი როდესაც საუბრობთ, რამდენიმე წელი ქონდა თუ ამისთვის რომ გამოეძიებინათ. აი როდესაც ქვეყანას ხელმძღვანელობდა თქვენი პარტიის ლიდერი, მას რამ შეუშალა ხელი, რომ ხელი დაექნია ყველასთვის, რომ სასწრაფოდ გამოიძიეთ ეს საქმეები, სასწრაფოდ მიიყვანეთ ეს საქმეები ბოლომდე. ვინ მეუშლიდა გახარიას ხელს? არა, ხელი შესვლა. რატომ არ გამოიძიეს? ეს არაფერს შუაში არ არის. მოდი ჯერ დავასრულოთ ეს თემა, კომისიის თემა, ხო? ახლა კიდევ ვიმეორებ, რომ მაშინ მით უმეტეს იმ პერიოდში, ხო, მაშინ იყო მოსაზრებები გაყოფილი და სხვათა შორის ჩვენ გუნდშიც რა, პირდაპირ უნდა ვთქვათ ეს ღია. არ არის, ხო, დასამალი, ნაწილი ემხრობოდით მის მისვლას, ნაწილი წინა უნდა გიყო. დღესაც სხვათა შორის არის შედარებით უფრო გაიზარდა რაოდენობა იმ ადამიანების, რომლებიც ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ უნდა მისულიყო და სწორი იყო ეს ნაბიჯი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა მოიგო. რა თქმა უნდა, აქ მის მოგებაზე არ იყო საუბარი, აქ იყო საუბარი და ამოცანა იყო გაცილებით მნიშვნელოვანი. ამდენი არ მახსოვს ეს თქვენი აზრით კარგი იყო მისთვის? მნიშვნელოვანი, ნახე, არ მახსოვს. ბევრჯერ გაიმეორა, თუ არ ვწდები 46-ჯერ. თავარი აქ იყო ის, რომ ოცნების მოედანზე ადამიანებმა გაიგეს სიმართლე. იმიტომ რომ იქამდე და მას შემდეგ, ოდესაც ოცნება რაღაცა პროცესებს მართავს, ის ყოველთვის საუბრობს სიმართლე როგორ გაიგეს, თუ არაფერი არ ახსოვს. არა, ასე კი ახლა. ძალიან ბევრჯერ არ მახსოვს. არა, არაფერი. ეგ არის მნიშვნელოვანი. მოდით, იმაზეც ამოწმოთ, სხვა თემებზეც მინდა ბატონ გიორგი გადავიდეთ. მნიშვნელოვანი და ხაი დავასრულებ ერთი თემა. მნიშვნელოვანი აქ იყო მისვლა
ოცნების მოედანზე და იმ ადამიანებისთვის პირში თქმა სიმართლის და ეს სიმართლე გახარია მეკ თქვა და ძალიან კარგადაც მოიქცა ჩემი აზრით მიუხედავად იმისა რომ ბევრი კიდევ ფიქრობს რომ ვინ უშლიდა გახარიას ხელს როდესაც იყო შიდა გასაქმეთა მინისტრი პრემიერ-მინისტრი რომ დამნაშავეები წინა ხელისუფლების დროს თქვენ რომ ახლა საუბრობთ რატო არ დაიჭირეს რომ დაესაჯა ვინ უშლიდა გახარიას გახარიას დამნაშავე იყო დასჭილი და არის დასჭილი დანარჩენი რატო ვერ დასაჯეს რეჟიმის გასამართლებაზე არის საუბარი ხო და ეხლა თქვენ თუ იმაზე საუბრობთ რა ხდებოდა გახარიას დროს მე აქეთ შემოგიყვება აი ვინ დაისაჯა გახარიას დროს ნუ ხარ ძალიან ბევრი ადამიანი იხდის სასჯელს და მოიხადა კიდეც. ეს გახარიას დამსახურებით მოიხადა. მათ შორის, მაგრამ აქ ეს არ არის მნიშვნელოვანი. აქ თავი არის ის რა ხდებოდა გახარიას დროს და რა პოლიტიკური სიტუაცია იყო და ეხლა თუ გადავალთ ამ დღევანდელ ასე ვთქვათ თავარ თემებზე მე მინდა გაგახსენოთ რომ იგივე მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობა იყო უმაღლეს დონეზე აყვანილი სწორედ გახარიას პრემიერობის დროს. ასევე მინდა გაგახსენოთ რომ ევროკავშირში აი ეს ეგრეთ წოდებული ტრიო რომელიც იყო საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, აი ამ ტრიოში ლიდერობა სწორედ საქართველოს ეკუთვნოდა და საქართველოს ჰქონდა განსაკუთრებული აი მართლაც რომ უნიკალური პროგრესი ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით რომელიც სწორედ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ არათუ გაფუჭდა და დაზიანდა არამედ ხო დღეს კარგად ხედავთ რომ ფაქტობრივად საქართველოს ევროპულ მომავალს ნუ რა საფრთხეს უქმნის აი მუდმივად ისმის ქართული ოცნებიდან ასეთი ბრალდება გახარიას მისამართით რომ თუნდაც აი როდესაც ნიკა მელია იყო ნაციონალური მოძრაობის ოფისში სადაც მაშინ ვთქვათ იყო შანსი იმისა რომ შესულიყო პოლიცია და მომხდარიყო მისი დაპატიმრება რომ გიორგი გახარიამ გაითვალისწინა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების თხოვნა რომ იქ არ შესულიყო პოლიცია თქვენ აი ამაზე რა ინფორმაცია გაქვთ გაითვალისწინა თუ არა მართლაც ბატონო გახარია ამაზე თავად ისაუბრა გახარია კომისიაზე საკმაოდ თლად გასაგები ვერ გახდა მაგრამ ძალიან კარგადაც იყო გასაგები იმიტომ რომ რეალურად მას მიუხედავად იმისა რომ რა თქმა უნდა ქონდა ურთიერთობა როგორც ქვეყნის პირველ პირს პრემიერ-მინისტრს ყველა ნებისმიერი ქვეყნის საქართველოს აკრედიტებული საელჩოს ნებისმიერ წარმომადგენელთან ის გადაწყვეტილებას ღებულობდა დამოუკიდებლად და ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება იყო სწორი ანუ არავის არ უთხოვია გახარიასთვის ეს? ხა შეიძლება ვიღაცამ თავის მოსაზრება გამოთქვა, მაგრამ თავად გადაწყვეტილება შემდგომი ესკალაციების თავიდან აცილების მიზნით და სანამ დღევანდელობაზე გადმოვართ ყველამ კარგად დაინახა რომ იმ მომენტში იმ კონკრეტულ მოცემულობაში ეს იყო სწორი გადაწყვეტილება სანამ დღევანდელობაზე გადმოვართ მე მაინც მინდა კითხოთ აი ბევრჯერ მოგვისმენია ასევე ადამიანებისგან ასეთი განცხადებები თუნდაც სოციალურ ქსელში რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარია იქნებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი იქნებოდა ის პოლიტიკური ფიგურა რომ არა ივანიშვილი ნუ ხა ამას რა მნიშვნელობა აქვს? არა, როგორ არა აქვს მნიშვნელობა? ანუ რეალურად შემდეგი კითხვა მაქვს ამაზე. რეალურად გიორგი გახარია იყო ოცნების გუნდის წარმომადგენელი. როგორ როდის 2012-მდე იბრძოდა გიორგი გახარია სადმე? რა მნიშვნელობა ყოველ შემთხვევაში 2012 წლიდან იყო ოცნების გუნდის ერთ-ერთი თვალსაჩინო ლიდერი, წარმომადგენელი, მან ფაქტობრივად ყველა საფეხური გაიარა. რომ არ ყოფილიყო ივანიშვილი? ხო, რომ არ ყოფილიყო ივანიშვილი, მაშინ ოცნებაც ვერ მოვიდოდა ხელისუფლებაში და ვერ. ანუ უღალატა თუ არა ივანიშვილს? ანუ მოღალატეს ეძახიან და მოღალატეს ხა რო ეძახიან მოღალატეს ვინ იქნება მოღალატეს მათი გადასაწყვეტი არ არის. ამას ხალხი წყვეტს. ივანიშვილმა გახარია. ამას ხალხი წყვეტს და ამას ისტორია არქმევს თავის სახელს და არა ის ადამიანები ვინც დღეს არ შექმნა ივანიშვილმა გახარია? რას ნიშნავს შექმნა? როგორც პოლიტიკური ფიგურა ნუ ხო იცით რა არის ივანიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი ესე ხო ვერ გახდები თუ არა ხარდაჭერა მაგრამ ეხა ამას რა მნიშვნელობა აქვს ივანიშვილი იყო რა თქმა უნდა ოცნების დამფუძნებელი ის მას მიუძღვის და მიუძღოდა დიდი წვლილი მათ შორის ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციაში გადაყვანაში და ოცნების ხელისუფლებაში მოსვლაში და ნუ ბუნებრივია ეხა როგორც გახარია ისევე ნებისმიერი სხვა მაშინდელი ლიდერი ნუ ბუნებრივია ისინი თანამშრომლობდნენ ანუ გახდებოდა რამე პოლიტიკური ფიგურა რომ არა ივანიშვილი ამას როგორ ნუ რას ქვია როგორ ეხა არ ვიცით ეხა ამაზე წარსულზე ხო ვერ ვიდავართ და ამას რატომ გეკითხები იცი როდესაც ხარ ბიძინა არა შემდეგი კითხვა არა მაგას თქვენი ოპონენტები მათ შორის მართველი გუნდიდან ამბობენ რომ უღალატა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას ამას რატომ გეკითხებით იცით როდესაც თქვათ ივანიშვილთან აღარ არის და მისი საჯარო განცხადებები გვახსოვს ჩვენ რომ დაასრულებდა ის ნაციონალურ მოძრაობას და შემდეგ ხედავთ უკვე ყოფილ პრეზიდენტი რომელიც ასევე ხელისუფლებას ოპოზიციაში ჩაუდგა ის იმყოფება მიდის სალომე ზურაბიშვილთან და ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად გიწევთ ყოფნა ეს რას ნიშნავს მის წრეთან წავიდა? სად გვიწევს ყოფნა ნაციონალურ მოძრაობასთან? არ ყოფილ ხარ შეხვედრაზე ზურაბიშვილთან ოფისში ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად? ამ შეხვედრების და ამ პლატფორმაზე გვითხოვს არაერთხელ და კიდევ ერთხელ თუ აქ რამე კითხვა არის, მოდი მომეცით საშუალება რომ გისმენთ. ანუ ეს არის პლატფორმა, რომელშიც ჩვენ მონაწილეობთ მხოლოდ ორი მთავარი მიზნის და ამოცანის გარშემო.
ეს არის ხელახალი არჩევნების დანიშვნა და უკანონო პატიმრების გათავისუფლება. ამ ორ მიზანთან დაკავშირებით ჩვენ კოორდინაცია გვქონდა ამ პარტიებთან დღემდე გვაქვს და ყოველთვის გვექნება, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობის ამოცანები, მაგრამ სხვა დანარჩენი ჩვენ არაფერი არ გვაკავშირებს არც ნაციონალურ მოძრაობასთან, არც მის რომელიმე განაყოფთან. მეცაც გეტყვით, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს იყო წითელი ხაზი ჩვენთვის ნაციონალურ მოძრაობასთან ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობა, მაგრამ იმ ვითარებაშიც დღეს ვართ, როდესაც ამდენი ადამიანი არის უკანონოდ დაპატიმრებული და ოცნებას მიტაცებული აქვს არჩევნები და რეალურად საქართველოს ევროპული მომავალი დგას ასეთი დიდი საფრთხის წინაშე, როგორც არასდროს არ ყოფილა ბოლო წლებში, ხო? ეხლა ბუნებრივია აქ რაღაცა ტიპის კოორდინაცია კიდევ ვიმეორებ, არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას, მაგრამ თავი აქ ეს არ არის. თავი არის ის, რომ ჩვენს პოზიციაშია განსხვავება არ გვაქვს და პოზიცია არ შეგვიცულია, ხო? ჩვენთვის როგორც იყო წითელი ხაზი ნაციონალური მოძრაობა, ასე რჩება დღემდე. და ეხლა ამას წითელი ხაზი რატომ არ გახდა ზურაბიშვილი თქვენთვის იმ განცხადებების შემდეგ, რომლითაც ის გამოდიოდა, რომ საქართველოს დაიწყო ომი და საქართველოს მოსახლეობა დამბობა. რატომ არ არის ზურაბიშვილის თქვენთვის წითელი ხაზი? ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში ერთმანეთში კი ვურებთ უბრალოდ არათანმიმდევრულები ვართ გარკვეულ ისტორიულ კონტექსტებში და მოვლენებში, ხო? იმიტომ რომ დღეს სხვა ვითარება გვაქვს. რა ვითარება? უნდა ვაპატიოთ ეს განცხადება ზურაბიშვილის. არა, ეს ზურაბიშვილის განცხადებას ახსენებთ და ივანიშვილის განცხადებას არ ახსენებთ, რომელიც გამოვიდა და სამხრივი ბოდიშის ინიციატივით გამოვიდა. არა, რუსთან ჩვენ მოქალაქეებზე თქვა, მან ოკუპანტებს ხო არ უთხრა? ძალიან კარგად მოვისმენთ, რაც თქვა. ცხინვალის მოსახლეობა ჩვენი მოქალაქეები არიან თუ არ არიან? კი რა თქმა უნდა. და იმათთან ბოდიშის მოხდა, ოკუპანტისთვის ბოდიშის მოხდათ ნიშნა? ოკუპანტისთვის ბოდიშის მოხდას ნიშნავდა. ანუ იქ ცხოვრობდნენ. ესე თქვა, რომ ოკუპანტებს მოუხადოთ რუსებს ბოდიშიო? ეხლა რუსებს ესე არ უთქვამს, რუსებს ესე არ უთქვამს, მაგრამ ოსებს და აფხაზებს. ეს იყო სამხრივად ბოდიშის მოხდის, ასე ვთქვათ, ინიციატივა, რომელიც რა თქმა უნდა ვერ შეფასდება. ორივე მხარემ უნდა მოუხადოთ, არა? ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვად. ნამდვილად ვერ შევაფასებთ. ეს და ზურაბიშვილის განცხადება არაფერი არ არის, თქვენ ფიქრობთ და ივანიშვილის ეს განცხადება არის და იმის არა, რომ ჩვენი მოქალაქეები დავუმეტო, პოლიტიკური კონტექსტი. დღეს ისტორიულად დავივიწყოთ. დღეს ქვეყანა დგას ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე, განსაკუთრებით რაც უფრო ყოველ დღე, რაც უფრო დრო გადის, რო ვფიქრობთ, რომ რა შეიძლება მოხდეს იმაზე უარესი, თურმე ჯერ კიდევ სად ვართ. აი ყოველი დღე რო თენდება, ჩვენ ვართ მომსწრე რაღაცა ისეთი ტიპის გადაცდომის და ფაქტობრივად მოღალატეობრივი საქციელის ოცნების მხრიდან, რომ მართლა შეიძლება რაღაც 2 თვის წინ და 3 თვის წინ ვერც კი გვეფიქრა მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც კარგად ვიცოდით თუ რას წარმოადგენდა ოცნება. ამიტომ დღეს სხვა გამოწვევები გვაქვს და მოდი ჩემი რჩევა იქნება, რომ დავუბრუნდეთ ბატონო გიორგი, ხო დღევანდელს დავუბრუნდეთ. გადავარჩინოთ ეს ქვეყანა, რომელიც სამწუხაროდ ოცნების პირობებში მიექანება იქ საიდანაც ერთხელ ძლივს ამოვედი. გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, მოკლედ. მაშინ მინდა ის რა გითხოთ. გასაგებია ოცნებას აკრიტიკებთ თქვენ სხვა პარტიებიც, რომ გინდათ რომ გაუშვათ ხელისუფლებიდან, მაგრამ რატომ ვერ ახერხებთ ვერც ერთი ცალკე აღებული პარტია? თქვენ არც ერთი გამოკითხვით ვერ უსწრებთ ვერც ერთი პარტია ქართულ ოცნებას. ამდენი წელია აკრიტიკებთ ქართულ ოცნებას. რითი ვერ დააჯერეთ საქართველოს მოქალაქეები, რომ მათზე კარგი ხართ და რომელიმე პარტია ერთ დღეს რომელიმე გამოკითხვით იქნება ქართულ ოცნებაზე წინ. ნახოთ სხვა პარტიების დასვლად. აი თქვენი პარტია მაგალითად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ჩვენ პარტიაზე თუ მეკითხებით, მე გეტყვით. უსწრებთ ქართულ ოცნებას საერთოდ. აი გაყალბებული არჩევნების პირობებშიც კი ჩვენ ვიყავით ერთადერთი პოლიტიკური ძალა, პარტია, რომელმაც აჩვენა გაცილებით გაუმჯობესებული შედეგები წინა არჩევნებთან შედარებით. მაგრამ რომ მოუგოთ ოცნებას. გასაგებია, რომ ოცნების მოგებას კიდევ ბევრი რესურსი ჭირდება. დღეს ჩვენ უნდა შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, სრულიად არათანაბარი პირობები გვაქვს, ხო? ანუ ოცნების ხელში არის მიტაცებული ძალაუფლება, უზარმაზარი ფინანსური რესურსი, იმიტომ რომ ამ კორუფციით ნაშოვნი ფული ბუნებრივია, ამ ფულის ნაწილი გარდა მათი პირადი კეთილდღეობის ხმარდება ოცნების ძალაუფლების შენარჩუნებას და რეჟიმის გაძლიერებას და ამ პირობებში როგორ ხმარდება? აი მოქალაქეს რო დააჯეროთ, მოქალაქეს დაპირისპირება და რასაც თქვენ ამბობთ, რომ მათი ახლა ერთ დღეში ოპოზიციაში გადაყვანა ბუნებრივია რთულია და რამდენი წელი გინდათ? ახლა რამდენი წელი გინდა ვნახოთ, ამას დრო გვაჩვენებს, მაგრამ რეალურად იმდენად სწრაფად მიექანება. ანუ აღიარებთ, რომ ცალკე აღებულ ყველა პარტიას ქართული ოცნება გიგებთ. ახლა ამას რა აღიარება უნდა ვახო, ახლა რეალურად დღეს მონაცემები კი ბატონო, მათ შორის კვლევები, მათ შორის თუნდაც ის გაყალბებული არჩევნების მონაცემები, რომელიც რა თქმა უნდა დიდწილად განსხვავდება არსებული ოფიციალური შედეგების რეალობისგან, ახლა იმას არ ადასტურებს, რომ რომელიმე კონკრეტულ პარტიას ოცნებაზე მეტი რეიტინგი ნამდვილად არ ხდება. აბა როგორ უგებდით ქართულ ოცნებას, ანუ აპირებდით გაერთიანებას? თქვენ თქვით, რომ მხოლოდ ორს ფაქტორზე ითანამშრომლებდით სხვა ოპოზიციასთან და როგორ უგებდით მაშინ ქართულ ოცნებას? ასეც იქნებოდა. აი როგორ იმ ჩვენი მონაცემით, რაც გვქონდა
და კიდევ ვიმეორებ, ხა ჩვენ ვიყავით რეალურად 15%-იანი ნიშნურის გარშემო ტრიალებთ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობებში, როგორც მინიმუმ ჩვენ მქონდა არა თუ ორნიშნა, ასე ვთქვათ, ნიშნულზე გასვლის პერსპექტივა, არამედ კიდევ ვიმეორებ 15%-ზე და მეტის, მაგრამ სამწუხაროდ არ დადგა ეს შედეგი, სამწუხაროდ ჩვენ ვიხილეთ უამრავი დარღვევა, ძალადობა, დაშინება ჩვენი მოქალაქეების, მათი მოსყიდვა და არაერთი უკანონო გზით, ასე ვთქვათ, ამ არჩევნების გაყოლება და ბუნებრივია ჩვენი პროცენტული მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, არის შემცირებული, მაგრამ მაინც გაცილებით მაღალი. საერთოდ ჯამში ოპოზიცია მოუგეთ, ანუ ნაციონალურ მოძრაობას და თქვენ ერთად აღებულს, ანუ მოუგეთ ოცნებას. საერთოდ ჯამში ოცნებას არჩევნები რო გაყოლებულიყო და არჩევნები რო ჩატარებულიყო თავისუფლ სამართლიან გარემოში, ბუნებრივია ოპოზიცია ჯამურად აიღებდა იმაზე მეტხმას, ოცნება, მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ ჩვენ ახლა ამ ოპოზიციასთან და მათ შორის ნაციონალურ მოძრაობასთან აი მე ტიპის კოალიციას თქვენ იმას ამბობთ, რომ აი თქვენ კი ამბობთ, რომ აი უპირისპირდებით როგორც ნაციონალურ მოძრაობას ისე ქართულ ოცნებას, მაგრამ დანარჩენი საქართველოს მოქალაქეები თანახმა იყვნენ, რომ ნაციონალური მოძრაობა მოენატრათ და მოსულიყო ხელისუფლებაში. ამას ამბობთ აბნო. არა, ამას არ ვამბობ, არა. ანუ ეს შედეგი დადგა? ჩვენ მე გაგახსენებთ რა იყო ჩვენ თქვენ მაინდამეც ამ უბრუნდებით. არა, მოვიგეთ ოიზახეთ, ანუ საქართველოს მოქალაქეებს მოენატრა ნაციონალური მოძრაობა, ესე გამოდის, ხო? ეს და თუ მე გაგახსენებთ რა იყო ჩვენი მთავარი, ასე ვთქვათ, დაპირება და როგორ ხსნიდით, რატომ იყო მნიშვნელოვანი ჩვენთვის ხმის მიცემა, ხო? ანუ ჩვენ ვამბობდით, რომ ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ ერთად ვერ უნდა აიღოს 50%. ეს იყო მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი და ჩვენ ამაზე ვმუშაობდით რეალურად და ეს იყო საკმაოდ რეალური. მაგრამ გამოვიდა რომ თქვენ და ნაციონალურ მოძრაობამ აიღეთ. არ არის ნაციონალური მოძრაობა, ერთადერთი ასე ვთქვათ, მოთამაშე მოდი ასე ვთქვათ და ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ როგორ დასუსტდა ამ პერიოდში რამდენ ნაწილად არის დაშლილი დღეს ნაციონალური მოძრაობა და მე მგონია ისინი არ არიან ნაციონალური მოძრაობა. უფრო მეტად ხდება მისი ასე ვთქვათ გადაფასება ხდება და უფრო მეტი მნიშვნელობის მინიჭება ხდება რეალურად გარკვეული ასე ვთქვათ მათ შორის ტელევიზიების მხრიდან და პოლიტიკოსების მხრიდან ნაციონალური მოძრაობის რეალური შესაძლებლობებისა, ვიდრე ისინი სიამოვნებაში ანუ არამიას პარტიას თქვენ ფიქრობთ, რომ ცალკე არის ეს ნაციონალური მოძრაობას თავს და ვილაპარაკებთ ქვეყანაზე და ქვეყნის გადარჩენის გზებზე. მით უკეთესი აი დაუშვათ თქვენ და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა მოუგეთ ქართულ ოცნებას იმ არჩევნებზე. როგორ აყალიბებდით ხელისუფლებას? მაშინ არის თანამშრომლობდით ნაციონალურ მოძრაობასთან, მე რა ხდებოდა? ანუ ხალხი პენსიას ვერ აიღებდა, ხელფასს ვერ აიღებდა, ბიუჯეტს ვერ დაამტკიცებდით. აი როგორ აკომპლექტებდით ხელისუფლებას თუ არის თანამშრომლობდით? ჩვენ მქონდა მაშინ ჩვენი კონკრეტული გზა და კიდევ აი როგორი გზა იყო, აი გზა იყო ეს, რომ ნაციონალურ მოძრაობას და ოცნებას ერთად ვერ უნდა აიღო 50%. რომ მათ ერთად ამ შემთხვევაში რა ხდებოდა? ერთად არ ქონოდათ ჯამში გასაგები ოცნება თქვა ოცნებამ. დავანებოთ ოცნება თქვა არჩევნები წააგო. რა საკეთებდით მე? აი თქვენ ამბობთ რომ ამ თანამშრომლობდითო და თუ ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერდით, თუ დაამტკიცებდით მთავრობას, რა ხდებოდა? ქვეყანაში კრიზისი იქნებოდა. კონკრეტულ საკითხებზე თანამშრომლობა არ ნიშნავს მათთან რაღაცა ტიპის კოალიციაში შესვლას, ხო? ანუ კონკრეტული იქნებოდა პრემიერის არჩევა, მინისტრთა კაბინეტს თუ გადაანაწილებით. წარსულზე არა, იმ პრობლემ მოვიგეთ ამბობთ. კიდევ იმერ ვიმთო, ეს არჩევნები არის გაყალიბებული, ამას არავინ არ აღიარებს, არც ჩვენ, არც ქართული ხალხი, არც ერთი ცივილიზებული სამყარო. ხან როგორ არ აღიარებთ ბიუჯეტიდან აგერ იღებთ დაფინანსებას? არა, აქვს ამას არანაირი კავშირი არჩევნებთან. მაინც არ არის აღიარება. არა, აქვს, არა და იცით რომ ჩვენ პარლამენტში არ ვართ და არ ვიქნები და ამ პარლამენტში ჩვენი ლეგიტიმაცია არ აქვს. მაგრამ აი ბოლოსკენ მივდივართ ბატონო გიორგი, საკმაოდ საინტერესო საუბარი გამოგვივიდა და გასაგებად რომ გაიგო ჩვენმა მოსახლეობამ. რას აპირებთ აი ამ ადგილობრივ არჩევნებზე ბოლოს და ბოლოს როდის გაიგებენ? იღებთ თუ არ იღებთ მონაწილეობას? გაუგებარი რა არის მოდი მაშინ ვერ გავიგეთ, ანუ პრინციპული პოზიცია ვერ გავიგეთ. ანუ რას აპირებთ? აი რას ვაპირებთ, რასაც ყოველთვის ვამბობდით აქამდე. ხო? ანუ კი თუ არა. ნახეთ, აი ბატონი პაპუაშვილი გამოვიდა. დღეს სხვათა შორის ანგარიში რო ქონდა პარლამენტში. გაუგებარი არის ანგარიში ქონდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რო გამოვიდა და რო თქვა, ეს რაღაც ერთი კვირის წინ. და ჩვენ და თორსტები ლელო ერთად რო დაგვაყენა და თითქოს ჩუმად მივიპარებით არჩევნებისგან ამ დროს ჩვენ არასდროს არ დაგვიმალავს რომ ემზადებით ნებისმიერი შემდგომი ამაზე ემზადებით ახლა ბატონო ამ არჩევნებზე ემზადებით ანუ ყველგან გეყოლებათ თქვენ ნახეთ ჩვენ ემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის არჩევნები ჩვენთვის არის პოლიტიკური ინსტრუმენტი რომ ჩვენ სამომრჩეველებთან ერთად შევცვალოთ ხელისუფლება როდესაც საჭირო იქნება ეროვნულ დონეზე როდესაც იქნება შესაბამისი არჩევნები ადგილობრივ დონეზე ანუ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აღიარებთ ნახეთ ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური ძალა ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ხებულობთ ჩვენ სამომრჩეველებთან ერთად და არავის ზეწოლას,
არავის ბულინგს, არავის მოწოდებებს. ამას რატო არ ამბობდით ერთი თვით ადრე? ერთი თვით ადრე რატო არ ამბობდით? არ ამბობდით, გაიგებთ თუ იზაბდით. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ კი ბატონო, ვემზადებით ნებისმიერი ხელახალი არჩევნებისთვის. მაგრამ ჯერ არის კიდევ 4 თვე, 4-ზე მეტი, 5-მდე არის დარჩენილი. მაგრამ დაიწყება საარჩევნო კამპანია თვითმმართველობის არჩევნებამდე, ხო? ამიტომ პროცესები ახლა იმდენად სწრაფად იცვლება, რომ ძალიან რთულია დღეს საბოლოო ჯამში თქვა, გადაჭრით თქვა, რას გააკეთებ 3 და 4 თვის შემდეგ. ამიტომ ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენ სამომრჩეველთან გვაკისრებს იმას, რომ ვიყოთ ფორმაში, ვიყოთ მზად ხელახალი არჩევნებისთვის და თუ აქ რაიმე შეიძლება ამას რა თქმა უნდა პირველ რიგში და კიდევ რა უნდა გითხრათ სავარაუდოდ თქვენ დეპუტაციას რომელსაც არ აღიარებთ პარლამენტს მაგრამ ოფიციალურად ითვლებიან რომ არიან საქართველოს პარლამენტის წევრები ალბათ შეუწყდებათ უფლებამოსილება და ვიდრე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სია არა გაქვთ ჩახსნილი მომდევნო დეპუტაცია შევა იქიდან გამორიცხავთ რომ ვინმე შევიდეს პარლამენტში რა თქმა უნდა გამორიცხავთ კი რა თქმა უნდა აქ არ ამგონია ვთქვათ რა მე ნახოთ ახლა თვითონ ოცნება რას გადაწყვეტს მათ შეუძლიათ მაისშივე დაჩქარებული წესით ასე ვთქვათ გააუქმონ უფლებამოსილება პირველი 12 დეპუტატის და ცნონ ახალი 12-ის შეუძლიათ ეს გააკეთონ შემდეგ თვეებში. ამას ვნახავთ, მაგრამ ბოლო კითხვა მეგონი გაცილებით მნიშვნელოვანია და დავასრულებ ამით, როგორც წევრი აღარ გვაქვს, არის ის რომ ჩვენ კიდევ ერთხელ თქვენ თხოვით რომ მკაფიო ვიყოთ. კიდევ ერთხელ ვიქნები მკაფიო. მეკითხებით ემზადებით თუ არა. ემზადებ, ანუ იღებთ თუ არა მონაწილეობას. ნახეთ ემზადებით თუ არა და იღებთ თუ არა. ამას საბოლოოდ დადასტურებულად ვიტყვით მაშინ, როდესაც იქნება ამის დრო. მაგრამ ჩვენ ბოიკოტს არჩევნებს არ ვუცხადებთ. ჩვენი პოლიტიკური პარტია ახლა სხვათა შორის 4 წელი ხდება და გვექნება ყრილობა ოფიციალური, ხო? იმისთვის არ შექმნილა, რომ ჩვენ არჩევნებში მონაწილეობა არ მეგვიღო. ჩვენ არასდროს ყოფილვართ არც ხელისუფლების რადიკალური გზებით შეცვლის მომხრე, არც რაიმე დესტაბილიზაციის, მეთოდების მომხრე არასდროს არ ყოფილვართ. ჩვენი ამოცანა ყოველთვის იყო მშვიდობიანი გზებით, პრაგმატული რეალური პოლიტიკით ზემოქმედება მოგვეხდინა, ასე ვთქვათ, არსებულ ოცნების არალეგიტიმურ ხელისუფლებაზე და გადაგვიყვანა, რასაც გავაკეთებთ ოპოზიციაში. ეს არის თავი. ბოიკოტს ჩვენ არჩევნებს არ უცხადებთ. და ძალიან მიკვირს, რასაპირებენ ის სხვა პარტიები, რომლებიც დღეს ესე გადაჭრით ამბობენ, რომ არაპირებენ არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ ჩვენ მათგან გეგმა რა მოხდება 5 ოქტომბერს, ჯერჯერობით არ გაგვიგია, არ მოგვისმენია. და თუ ვინმე რომელიმე პოლიტიკური პარტიის უპასუხისმგებლობაზე საუბრობს, მოდი პირველ რიგში მათ ვკითხოთ, რასაპირებენ ისინი იმ შემთხვევაში თუ არ მიიღებენ მადლობა ბატონო გიორგი რომ მოხვედით და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გიორგი შარაშიძეს უსმენით პარტია გახარია საქართველოსთვის და ირაკლი ხელაძე შემოგვერთა საქართველოს პარლამენტის წევრი ქართული ოცნების და სახელმწიფოებისა ბატონო ირაკლი მადლობა რომ მოხვედით მოკლედ გუშინდელი პრემიერ-მინისტრის ღია წერილის შემდეგ დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო განცხადებაც და ამას მოყვა უკვე სენატორ უილსონის განცხადება ეს შეფასდა თქვენი დღევანდელი პარლამენტის მიღებული განცხადება და პრემიერ-მინისტრის ღია წერილი თავხედობაც და უხამსობაც შეაფასა თქვენი პასუხი რა იქნება მივესალმებ პირველ რიგში თქვენს ტელემაყურებლებს რა თქმა უნდა როგორც გუშინდელ პრემიერ-მინისტრის ღია წერილს ასევე დღევანდელ ჩვენს მიერ გავრცელებულ განცხადებას აქვს თავისი წინაპირობა თქვენ კარგად გახსოვთ როგორ ვითარდება მოვლენები 2022 წლიდან ანუ როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო მას შემდეგ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში თუ რაოდენ დიდი იყო ინტერესი იმასთან დაკავშირებით რომ რამენაირად ჩვენი ქვეყანა ჩაეთრიათ რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაში რომელიც ავტომატურად გულისხმობდა და ნიშნავდა იმას რომ ჩვენ აბსოლუტურად გავნადგურდებოდით საბედნიეროდ ქართული ოცნების ხელისუფლებამ კეთილგონიერი პოლიტიკის შედეგად ეს საფრთხეები თავიდან აირიდა და ზუსტად აი ამის გამოძახილია ამ უსამართლო დამოკიდებულების გამოძახილია გუშინდელი პრემიერ-მინისტრის ღია წერილი რომელიც მიმართულია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მისამართით თქვენ გახსოვთ ალბათ საარჩევნო კამპანიის დროს ჩვენი საარჩევნო სლოგანი თუ რა იყო რაზე ავაგეთ მთელი საარჩევნო პროცესი და ჩვენ საზოგადოებას კარგად მოიხსენება თუ რაოდენ თანხwebdriverში იყო ჩვენი და ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის განცხადებები. სამწუხაროდ განცხადებები დღეის მდგომარეობით და დღევანდელი მოცემულობით სამწუხაროდ განცხადებები დარჩა განცხადებებად ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ კონკრეტულ ნაბიჯს გადმოდმულს იმის მისამართით რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები ჩვენ ქვეყნებს შორის ზუსტად ამას ემსახურება პრემიერ-მინისტრის წერილი, სადაც ხაზგასმულია და აღნიშნულია, რომ ძალიან უსამართლო დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში. დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ
ამერიკის პრეზიდენტი შეხვდა სირიის პრეზიდენტს, რომელიც გარკვეული პერიოდის წინ ოფიციალურად იყო სიაში, ტერორისტთა სიაში შეყვანილი, ამერიკის ადმინისტრაციის განცხადებებით ის მოიხსენიებოდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე მრისხანე ტერორისტი. სამწუხაროა, როდესაც ესეთ ფაქტებს უყურებთ, ესეთ არასამართლიან და არაობიექტურ დამოკიდებულებას უყურებთ ჩვენთან მიმართებაში და ჩვენ იმედი არ გვაქვს გადაწურული, ჩვენ რა თქმა უნდა, ვინც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა ბაიდენი იქნება, ტრამპი იქნება, ჩვენ ვითხოვთ იმას, რაც გვეკუთვნის, ჩვენ ვითხოვთ იმას, რაც ეკუთვნის ქართულ ხალხს. თუ მაინც ბატონო ირაკლი დაწესდება ეს სანქციები, რამდენად არის საქართველოს ხელისუფლება აი ამ სანქციებისთვის მზად და თუ არსებობს რაიმე გეგმა ქვეყანამ როგორ უნდა იაროს აი ამ სანქციების პირობებში და რამდენად ხომ არ მოხდება ქვეყნის დაზარალება? ჩვენ დღესაც საკმაოდ ესეთი მარწუხების პირობებში გვიწევს გარედან მუშაობა, თუმცა ამას არ მოუხდენია არც ერთ მნიშვნელოვან გარემო ფაქტორზე გავლენა. თქვენ იცით, რომ საქართველოს ეკონომიკა ყოველთვიურად, ყოველწლიურად მზარდია, ეს უკვე ციფრებშიც აისახება, მათ შორის საერთაშორისო რეიტინგული ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკებით, სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით 2029 წლამდე საქართველოს არ აქვს იმის საფრთხე, რომ ეკონომიკას რაიმე ზიანი მიადგეს პირიქით ამ პოლიტიკის განხორციელებით. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ 2030 წლისთვის საქართველოს შევა მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგებში და ეს არის პასუხი ასეთ უსამართლო დამოკიდებულებებზე, ესეთ სანქციებზე, რეზოლუციებზე, აქტებზე ჩვენი პასუხი არის სამშობლოს ერთგულება, სამშობლოს სიყვარული, სწორი, გამიზნული, გონივრული, რაციონალური, პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც მოაქვს შედეგი. გადმოვიდეთ, მოდით დღეს პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში იყო, ასე ვთქვათ, საქართველოს პარლამენტში, მან რამდენიმე საკითხი გამოყო, ის რომ რევოლუციური ფაქტორები იყო ქვეყანაში რამდენიმე, ასევე მეორე ფრონტის გახსნა, მუდმივი დესტაბილიზაცია ქვეყანაში. თქვენთვის აი როგორც პარლამენტის ერთი წევრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რა იყო დღეს პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში? მე ჩემს წინა სტუმარს მინდა უპასუხო, როდესაც ის ანთავრებდა თქვენთან საუბარს, ესეთი ფრაზა გააჟღერა, რომ არ ვიციო, ისი ანგარიში იყო და ზუსტად ის ანგარიში იყო, რა გამოწვევების წინაშეც იდგა ქვეყანა წინამოწვევის პარლამენტის მუშაობის პერიოდში. დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა ძალიან ზუსტი, ძალიან კონკრეტული, ქრონოლოგიურად აწყობილი მოხსენება გაკეთებული, სადაც ხაზგასმული იყო იმ საფრთხეების შესახებ, იმ წნეხის შესახებ, იმ თავდასხმების შესახებ, რაც მომდინარეობდა გარედან ჩვენი ქვეყანასთან მიმართებაში და ზუსტად ეს იყო წინამოწვევის პარლამენტის მთავარი ამოცანა, მთავარი მუშაობის მთავარი სამუშაო, რომ რამენაირად ის საფრთხეები გაენეიტრალებინა. თქვენ იცით, რომ არც თუ ისე ცოტა ადამიანი ილაშქრებდა საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია, წინა ამერიკის ადმინისტრაცია და საბედნიეროდ ქართული ოცნების თაოსნობით ამ ყველაფრის გათვალისწინება მოხდა, ამ ყველაფრის სწორად გაანალიზება მოხდა და დღეს ჩვენ ვცხოვრობთ მშვიდობიან გარემოში და ჩვენს ქვეყანაში არ არის ომი. აი ზუსტად ამას ემსახურებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენება, მთავარი აქცენტები ამაზე იყო გაკეთებული, იმ ხუთ მცდელობაზე, რევოლუციის, იმ დესტაბილიზაციის მცდელობებზე, იმ უხეშჩარევებზე, რაც გარედან მომდინარეობდა და საბედნიეროდ დღეს ჩვენ 7 ვითარება გვაქვს, სტაბილური ვითარება გვაქვს ქვეყანაში და შემდგომ გასაგებია. პარლამენტის თავმჯდომარე რაზეც საუბრობდა აი ამ მუდმივად რევოლუციების მოწყობაზე, ოპოზიციის პასუხი არის, რომ ეს რევოლუცია კი არ იყო, ეს იყო მოსახლეობის და საზოგადოებრივი პროტესტი. რა, აი, სად არის თქვა ზღვარი პროტესტსა და იმ რევოლუციას შორის, როდესაც ხელისუფლება მუდმივად საუბრობს, რომ აი სახელმწიფო გადატრიალება უნდა მუდმივად, გარე ფაქტორების ჩარევით ხდება ეს და ამ ასობაში ოპოზიცია მუდმივად აცხადებს, რომ ეს რევოლუცია კი არ არის, ეს არის მოსახლეობის მშვიდობიანი მოქალაქეების პროტესტი. ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როდესაც
პროტესტანტებს ჰქონდათ შესაძლებლობა რომ მშვიდობიანად გამოეხატათ ის თავისი პროტესტი, თავისი უკმაყოფილება და ამას არ მოყოლია არანაირი ჩარევა პოლიციური ძალების მხრიდან. როდესაც აქციები უკვე ღებულობდა ძალადობრივ ხასიათს, ეს იყო თვალშისაცემი ყველასთვის, მათ შორის საზოგადოების დიდი ნაწილისთვის აქტიური მაყურებელი იყო იმ პერიოდში ამ მოვლენების ჩვენი საზოგადოება და ტელევიზიითაც კარგად ჩანდა თუ რა პერიოდში იღებდა აქციები ძალადობრივ ხასიათს, რა პერიოდში იყო საჭირო და აუცილებელი სპეციალური საპოლიციო საშუალებების გამოყენება. ზუსტად ეს არის ზღვარი. ქართულმა ოცნებამ ჩვენს ქვეყანაში დაამკვიდრა გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი. ზუსტად ქართული ოცნების მონაპოვარია ის, რომ დღეს ვისაც რა არ მოწონს ამ ქვეყანაში, იმას გამოდის და ხმამაღლა იძახის და აპროტესტებს. არასდროს მშვიდობიანად გამოხატვის პირობებში არავის პრობლემა არ შექმნია. როდესაც უკვე ხორციელდებოდა შტურმი პარლამენტზე, ხდებოდა განცხადებების გაკეთება წინასწარ, ხალხის შეცდომაში შეყვანა, რომ ძალადობრივი მეთოდებით უნდა მომხდარიყო პარლამენტის შენობის დაკავება და ყველას კარგად გვახსოვს პიროტექნიკის რაოდენობა, რაც გამოყენებული იყო იმ პერიოდში, როდესაც აქციები მიმდინარეობდა, რომელიც საზიანოა ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის. ზუსტად ეს არის ზღვარი, აქ გადის ზღვარი, როდესაც მშვიდობიანად გამოხატვის უფლება და მშვიდობიანად გამოხატავდნენ მომიტინგეები თავიანთ პროტესტს, ამ შემთხვევაში ყველაფერი იყო მშვიდად და წყნარი. დღეს ასევე მოხდა ასეთი ფაქტი, დააკავა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უფროსწორად მოსამართლის გადაწყვეტილებით ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც არ მივიდა საგამოძიებო კომისიის ხდომაზე, შემდეგ არ გადაიხადა ეს გირაო, მოხდა მისი დაკავება. თქვენი ოპონენტების მხრიდან ეს შეფასდა როგორც პოლიტიკური დევნა. აქ რა პასუხი გაქვთ? საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, თქვენ იცით, რომ კონკრეტული ქმედება, რომელიც გულისხმობს გირაოს გადაუხდებლობას, ისჯება პატიმრობით. ოპოზიციაც ცდილობს, რომ დემონსტრაციულად ისევ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით არ გადაიხადოს დაკისრებული გირაო, ცდილობს, რომ ამ ყველაფერს მიანიჭოს პოლიტიკური სარჩული, თუმცა ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ის დანაშაულებები, რომელიც 2003-2012 წლებში ჩაიდინა იმ დანაშაულებრივმა უკაცრავად რეჟიმმა, მიიყვანოს ბოლომდე ქართულმა ოცნებამ და ყველაფერს დაერქვას ერთხელ და სამუდამოდ თავისი სახელი. საგამოძიებო კომისიაც ხო ამისთვის არის შექმნილი, რომ რაღაცა შეფასება მიეცეს პირველ რიგში პოლიტიკური წინა ხელისუფლებას. თქვათ აი მივიდა იქან საქმე, რომ აიგზალა ეს ნაციონალური მოძრაობა თუ მასთან გათანაბრებული პარტიები, არ ვიცი როგორ თქვა, რა სურათს მივიღებთ აი ქვეყანაში, როგორ გონიათ ნაციონალური მოძრაობის აკრძალვა გააუმჯობესებს, გააჯანსაღებს ქართულ პოლიტიკას? რა თქმა უნდა, დღეს ორი პოლუსია, ასე რომ ვთქვათ, ოპოზიცია, რომელიც არის კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა და არის მეორე უფრო რეალური სამყარო, რომ მოიხსენიოთ ქართული ოცნება და ხელისუფლება. დღევანდელი ეს პოლიტიკური სივრცე არ აძლევს ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს, თუნდაც დამწყებს, თუნდაც ახალგაზრდებს, რომ შემოვიდნენ გასუფთავებულ ველზე და აკეთონ ის პოლიტიკა, რომელიც მიმართული იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარებისკენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ ეს პროცესი ბოლომდე მივიდა და აუცილებლად მივა, ეს ჩვენი საარჩევნო ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დაპირებაც იყო, ჩვენ შევქმნით საგამოძიებო კომისია, ალბათ საზოგადოება უყურებს და პირველი წყაროდან ისმენს იმ საზარელ ისტორიებს, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ დაატეხა თავს ოჯახებს, უამრავი ოჯახი გააუბედურა, გაანადგურა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე აუცილებლად მივა და აუცილებლად გაჯანსაღდება პოლიტიკური ველით. მათ შორის გამოჩნდებიან ახალი ოპოზიციური ძალები, რომლებიც კონსტრუქციულად ჯანსაღი ოპონირების რეჟიმში ეცდებიან, რომ
პოლიტიკური ახალი ფინალისკენ მივდივართ ბატონო ირაკლი და არჩევნების თემაზე მინდა კითხოთ პრაქტიკულად ქვეყანა რამდენი უახლოს მომავალში გადავა ისევ საარჩევნო რეჟიმზე თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ ვიცით რომელი პარტია მიიღებს მონაწილეობას და რომელი არა ყოველ შემთხვევაში რაც ცნობილია ნაციონალურ მოძრაობას აქვს მკვეთრი უარი ამაზე რომ არ მიიღებენ ისინი მონაწილეობას საერთო ჯამში ხელისუფლება რას აკეთებს იმისთვის რა უნდა გააკეთოს ან რომ იმაზე კარგად ჩატარდეს არჩევნები რომ ეუთომ უფრო კარგი შეფასება დადოს ვიდრე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით აი ხელისუფლების გეგმაში რამდენად შედის ეს თქვენ იცით რომ ბოლო არჩევნები ჩატარდა ახალი საარჩევნო სისტემით რომელიც გულისხმობდა რომ დანერგილი იყო ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურა ეს არის აპრობირებული მეთოდი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში შესაბამისად ის რომ დღეს ოპოზიციური პარტიების მხრიდან და ჩვენი ოპონენტების მხრიდან კეთდება განცხადებები რომ არჩევნები არ ტარდება სათანადო დონეზე ჩვენ საპასუხოდ შეგვიძლია ვთქვათ რომ საქართველოში არჩევნები ტარდება მაღალი ევროპული და ამერიკული სტანდარტით და ბოლოსკენ უნდა კითხოთ კიდევ იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც არის მაგალითად აი საზოგადოებაში შექმნილი მუდმივი დაპირისპირება, ხომ? ადამიანები ვერ იღებენ განსხვავებულ პოზიციებს. ხედავთ მაგალითად, რომ დღესაც თქვა პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ალბათ სოფლიოში არ იქნება, რომ 200 თუ 300 ადამიანი ყოველდღიურად კეტავდეს რუსთაველის გამზეს. ამით ზოგიერთი ადამიანი შეწუხებულია, ზოგიერთი პროტესტს გამოთქვამს, იქ რო არ გადააკეტინონ, სხვა პოლიციამ ის მხარეც გაღიზიანდება. საერთოდ ჯამში აი როგორ ხედავთ გამოსავალს, რომ ეს რაღაცა რადიკალური პოზიციები შედარებით გადავიდეს რაღაცა უკან. პოლიტიკური ტემპერატურა საჭიროა ხანდახან ქვეყანაში, მაგრამ არა ისე, რომ საზოგადოებაში იყოს აი ასეთი დაპირისპირება. მე ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში, როდესაც უკვე გარედან შესუსტდება ინტერესი ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში, სამწუხაროდ დღემდე ნარჩუნდება ის, რომ რაღაცნაირად ქართული ოცნების ხელისუფლება ჩანაცულდეს სხვა ოპოზიციური ძალებით. მთავარი მიზანი რა არის? მთავარი მიზანი არის, რომ ქართული ოცნება არ იყოს ხელისუფლებაში. თუნდაც იმ დემონსტრანტებს, იმ აქტივისტებს, რომლებიც დღეს იმ 200 კაციან ჯგუფს, რომელიც რუსთაველზე გზას კეტავს, ასაზრდოებენ გარედან. როდესაც ეს ინტერესი გარედან შესუსტდება და აუცილებლად შესუსტდება ჩვენი მყარი პოზიციით, მყარი პოლიტიკის განხორციელებით, აუცილებლად თვითონაც დარწმუნდებიან, რომ ქართულ ოცნებასთან ვაჭრობას, როდესაც საქმე ეროვნულ ინტერესებს ეხება, აზრი არ აქვს, ჩვენი მთავარი პოლიტიკა არის ეროვნულ უსაფრთხოებაზე დაფუძნებული, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული, სუვერენიტეტის გაზრდაზე დაფუძნებული და დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესებას. მადლობა. აი ამ ეტაპისთვის არის უპრეცედენტოდ მაღალი. მადლობა ბატონო ირაკლი, რომ მოხდით და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. უსმენთ საქართველოს პარლამენტის წევრს ქართული ოცნებიდან ირაკლი ხელაშვილს. დღეს ამით უნდა დავასრულოთ, შევხვდებით უკვე ორ შაბათს საღამოს 9-ზე. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, კარგად გრძნობებით.